ბათუმის პორტში ამერიკის საზღვაო ძალების ფრეგატი ტეილორი შემოვიდა. ეკიპაჟის დახვედრის საზეიმო ცერემონია ამ წუთებში მიმდინარეობს, რომელსაც საქართველოში ამერიკის ელჩი რიჩარდ ნორლანდი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე ესწრებიან. ვიზიტის ფარგლებში მეგობრული შეხვედრები გაიმართება ამერიკის წარმომადგენლობასა და საქართველოს მთავრობას შორის. დღეს ქართულ მხარეს ხომალდზე კაპიტანი მორზბან მორისი და ელჩი რიჩარდ ნორლანდი უმასპინძლებენ. მოგვიანებით კი ამერიკელ სტუმრებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე მიიღებს. ასევე შეხვედრები გაიმართება საკონსტიტუციო სასამართლოსა და ქალაქის მერიაში. ხოლო დილიდან კი ამერიკელი სამხედროები ქართველი კოლეგებისთვის სასწავლო წვრთნებს ჩაატარებენ. ფრეგატი ტეილორი ბათუმის პორტს 10 მაისს დატოვებს. ეს ხომალდის მესამე ვიზიტია ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაღრმავების თვალსაზრისით. ამ ვიზიტს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორც საზღვაო, ისე სამხედრო უსაფრთხოების თვალსაზრისით. ვიზიტის ფარგლებში ჩატარდება სამხედრო წვრთნები. ამ გემის შემოსვლას აქვს რამდენიმე მნიშვნელობა, ერთი რომ ტურისტული მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ შემოდის და გემის დათვალიერება შეუძლიათ უცხოელ ტურისტებს, ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჩვენი საზღვაო სააგენტოს და საზღვაო დაცვის სანაპირო დაცვის სამსახურს შეუძლია საერთო ტრენინგების გავლა და გადამზადება.